რისი გაკეთება შეუძლია. დღეს ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ის დგას ევროპულ გზაზე, მისთვის მეგობრები არიან უკრაინელები, იქ მომხდარი ამბები არის მართლაც აქტუალური და არა ის უმრავლესობა, რომელშიაც მაგალითად 31 წევრმა, როდესაც უკრაინის მოვლენები იწყებოდა, ესე თქვათ, უარი უთხრა პირველ რეზოლუციას, როგორც თუ გახსოვთ თქვენ. აი ეს არის განსხვავება. ბატონ სერგო, თქვენი პარტია გამუდმებით საუბრობს განახლებაზე, მე მახსოვს შარშანდელი აქცია, სადაც რებრენდინგის სახელით მოუყარეთ თავი თქვენს მომხრეებს, ეხლა იყო უკვე არაანექსიის სახელით, მაგრამ როდესაც ვუყურებდი, ვუსმენდი თქვენს თავმჯდომარეს პარტიის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ერთი და იგივე, თქვათ, მანერა საუბრის, ტექსტები, იგივე ლიდერები, მაყურებელთა ნაწილი, რომელიც თქვენი ხარდამჭერებს, მაგრამ წინა იმებზე არ იყო მაგალითად ნიკამელია გამოჩნდა და ჯერ ეს ერთი პირველი პარტია ვარ, რომელიც სად არის განახლება? სრულიად სხვანაირად პარტიის ნიკამელიაში? თუნდაც ნიკამელიაში, თუნდაც ახალ ლიდერებში, რომლებიც მოდიან ჩვენთან, მაგალითად ჩვენი არჩევნები იყო სრულიად სხვა არჩევნები და თქვენ პირველი პარტია არის, რომელიც იგივე პრაიმერებს ატარებდა არჩევნების წინ და ეს არის სრულიად სხვა რაღაცა. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ცენტრალურ ოფისში, მაგრამ არ ვიცოდეთ კონკრეტულ ადგილას ვის აირჩევენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილზე ხედება არჩევნები და თქვენ ეს დღეს ნახეთ, რამდენი ადამიანი ჩამოვიდა. ეს არის, როდესაც ჩართული არის მთელი საზოგადოება და მთელი ხარჯამჭერები არიან ჩართული. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. სერგო რატიანი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ ახლა რეკლამა გვაქვს ეთერში. რეკლამის შემდეგ კიდევ ორი სტუმარი გვეყოლება, ზურაბ ბიგვავა, სოციოლოგი და რევაზ არველაძე, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი. აღარგის მაგათა ყოფნა. როგორია ოპოზიცია დღეს, ვის ადგილს დაიკავებენ თავისუფალი დემოკრატები და ვის უნდა ეშინოდეს კონკურენტის. ნაციონალები უფრო დიდი ალბათობით დაკარგავენ საკმაოდ დიდ ნაწილს ხმებისას. როდესაც რაღაც მომწონს აუცილებლად ვორჩევ მეგობრებს. პანტენ ელექსირი, ის არბილებს და გლუვს ხდის ჩემს თმას. გამოაცოცხლეთ თქვენი თმა არგანის ზეთის შემცველი პანტენ ელექსირით. წარმოიდგინეთ ზამთარში ზაფხულის ფეხსაცმელები რომ გეცვათ. სახი ფათოა. ზუსტად ეს დაემართებოდა თქვენს ავტომობილს. ამიტომ მოამზადეთ ავტომობილი ზამთრისთვის. შეიძინეთ თეგეტა მოტორში ზამთრის საბურავის სპეციალურ ფასად, განვადებით, მონტაჟითა და ბალანსირებით. გაწუხებთ მუცლის შებერილობა. ეს პომიზანი ამცირებს გაზების რაოდენობას ნაწლავებში და გმატებთ თავდაჯერებულობას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. პროექტი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. ხმაურიან და შებერილ მუცელს ეს პომიზანი უშველის უწევ. ადრე პატარა სამკერვალოში მუშაობდი. დავაგროვე გამოცდილება და ვიფიქრე დამეწყო ჩემი საქმე. ამისათვის ჭირდებოდა შენობა, სადაც დამოუკიდებლად დავამუშავებდი საფეიქრო საწარმოს. ტელევიზიით შევიწვე პროექტის შესახებ აწარმოეს საქართველოში. მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, გავიარე კონსულტაციები, წარადგინე ყველა საჭირო დოკუმენტაცია და საბანკო გარანტია. 4 და 3 კვირაში სახელმწიფოსგან ერთლარად გადმომეცა ეს შენობა. გეგმის მიხედვით მალე აქ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო იქნება. აწარმოეს საქართველოში. სარეცხი მანქანა, ვირპული, ფასი 699 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. შუახნის ასაკს რომ მიაღწევ, შესაძლოა რაღაც პრობლემები გაგიჩნდეს. ჩემს მანქანას მექანიზმის გაწმენდა სჭირდება. მე პროსტამოლი. შარდის პრობლემები გაქვთ? პროსტამოლ უნო. ეფექტური პრეპარატი ორმაგი მოქმედებით აფერხებს პროსტატის ზრდას და აწესრიგებს შარდვას. პროსტამოლი, პრეპარატი მამაკაცებისთვის. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიმს. Bridgestone იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, ქმნის მიკროსკოპულ შრეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის ფენის მაქსიმალურ გამოდევნას საბურავის ყინულთან შეხების წერტილიდან. Bridgestone-ის ზამთრის საბურავები, გაჩერება ყინულზე. Bridgestone. მე მიხარია სიცოცხლე და მინდა ყველა ამჩნევდეს ამას. ადრე ჩემი თმა დამძიმებული და უსიცოცხლო იყო. პანტენის ახალი ბუნებასთან შერწყმული ზეთის თერაპია. არგანის ზეთით გაჯერებული პროვი ფორმულა კვებავს თქვენს თმას დამძიმების გარეშე.
ჩემი თმა ჩემსავით ალვარე და სიცოცხლე თავსია. პანტენი. მორიგი შეხვედრა ან საუკეთესო საღამო. არაღიზიონაა მარკა, დრო გადის ჩვენ არ ვიცლებით. ეს მიწის რა არ არის? მამიკოს ახველებს, სულ ახველებს და ვერ ამოახველა. ფლავამედის შუშხუნა ტაბლეტები ორმაგი მოქმედებით ათღიერებს ნახველს და ხელს უწყობს მის გამოდევნას. ფლავამედი დაამარცხე ხველა. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გამარჯობა. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბლენდამედისა და ორალბის სტომატოლოგიურ ცენტრში. გინდათ გაიგოთ, რამდენად ჯანმრთელია თქვენი კბილები? დიახ. მობრძანდით. კბილებზე ნადები გაქვთ. გირჩევთ გამოიყენოთ ბლენდამედ Pro Expert All-in-One. რეგულარული გამოყენებისას უნიკალური სტანუს კომპლექსის წყალობით ის სწორედ იმ ადგილებს იცავს, რომლებსაც სტომატოლოგები ყველაზე ხშირად ამოწმებენ. გამოიყენეთ 2 კვირის განმავლობაში და შემდეგ კიდევ ერთხელ შევამოწმოთ. შესანიშნავია, ბლენდამედ Pro Expert All-in-One-ის გამოყენების შემდეგ თქვენი კბილები გაცილებით თეთრად გამოიყურება. ბლენდამედი და ორალბი მიაღწია სისუფთავის ახალ ხარისხს. აქცია ფარმადეპოში. შეიძინე 1 ცალი პამპერსის დიდი შეფუთვა და მიიღე საჩუქრად პატარა შეფუთვა. შეიძინე 2 ცალი პამპერსის პატარა შეფუთვა და მიიღე საჩუქრად ბავშვის სველი ხელსახოცი. ფარმადეპო. თანამედროვე სამყაროში წარმოდება მუდმივი წინსვლა. სწორ დროს საჭირო ადგილას გააკეთეს სწორი არჩევანი. Camry, თანამედროვე სრულყოფილება. Toyota. Always a better way. გვასწავლიდნენ, რომ კაცები არ ტირიან. ნემიროვი, არაღი არის ეს. როდესაც ტკივილი გაწუხებთ, მიიღეთ Migo 400. განსაკუთრებული შემადგენლობის წყალობით ტაბლეტი 2 წუთში იხსნება. Migo 400. სწრაფად გათავისუფლდით ტკივილისგან. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. თუ ლუდი გიყვარს, ოქროს არწივი. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. სამუშაო კვირა 11 ოპოზიციური პარტიით დაიწყო. კოალიციის წევრები დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ 2016 წლამდე ერთად მივიდოდნენ. 2 წლის თავს კოალიცია -1 პარტიით შეხვდა. 11 პარტია ოპოზიციაში და 11 საპარლამენტო ოპოზიციური პარტია. ვის ხმებზე ინადირებენ თავისუფალი დემოკრატები და ხომ არ დააზარალებს 9 წლიანი მმართველობის ტვირთის მქონე პარტიას ახალი კონკურენტი. სანდრო ჯუფალაკიანი მოგვიყვება, რა შეიცვლება ოპოზიციაში. ერთადერთი ოპოზიცია პარლამენტში 2 წელი ასე იწოდებოდა ნაციონალური მოძრაობა. ხალხის მაგათრა ყოფნა. ზურაბ აბაშიძის ამ ერთ ფრაზას წინ ბრიფინგების სერია უსწრებდა. ასე გაჩნდა მეორე ოპოზიციური პარტია პარლამენტში. ვისი კონკურენტები იქნებიან თავისუფალი დემოკრატები და ვინ არის მოსახლეობისთვის დღეს მთავარი ოპოზიცია? ალბათ ალასანია დადგება ყველაზე მთავარი ოპოზიციური ძალაში. ალასანია არის მთავარი ოპოზიციური ძალა. ნაციონალური მოძრაობა, მაგას კიდე კითხვა უნდა? ნაციონალური მოძრაობა. რა ვიცი, ხარ გავიგო, ოცნებას ოპოზიციაში გავიგო და რომელი ერთი ვთქვა. საპარლამენტო არჩევნებამდე 2 წელი დარჩა. საკანონმდებლო ორგანოს გარეთ არჩენილი ძალები პარლამენტში მოსახვედრად უკვე ემზადებიან. ალასანია ჭრელ ოპოზიციურ ველში მოხვდა. ყველაზე კარგი შედეგები ბოლო არჩევნებით ამ პარტიებს ჰქონდათ. ვის ადგილს დაიკავებს ყოფილი თავდაცვის მინისტრის პარტია, სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა ფიქრობს, რომ მას თანაბარი შანსი აქვს ამ მომრჩეველი წაართვას ოცნებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც. პოლიტიკური ბრძოლა გამოაჩენს, რომ არსებობს ძალა, საკმაოდ სიმპათიური, საკმაოდ მიმზიდველი, ბევრი თვალსაზრისით, რომელიც არ არიან ნაციონალები, არ არიან ასე ვთქვათ, ხელისუფლების მტრები და ხელისუფლების მოწინააღმდეგეები, ესეთი სერიოზული მოწინააღმდეგეები და ამავე დროს არიან ესე იგი პროდასავლურები. ექსპერტი გიანოდია არ მალავს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია დღეს. მას კომენტარი რუსთაველზე აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვართვით. ამბობს, რომ ყველაზე სტაბილური ელექტორატი სწორედ მის ფავორიტ პარტიას ყავს. ნაციონალებს ბოლო 2 არჩევნებზე ჰქონდათ სტაბილური რაოდენობა 22%, ვინც დარჩა ასე ვთქვათ ამ ქარტეხილების შემდეგ. საკმაოდ მყარია და მათთვის ალასანი არ არის მაინც და მაინც მისაღები ფიგურა. ბოლო საარჩევნო სამეულში შესული ნინო ბურჯანაძე ადგილის დაკარგვას არ შეეგუება. ასე ფიქრობს სოსო ცისკარიშვილი. ექსპერტი ასევე ვარაუდობს, რომ შემდეგ არჩევნებზე ერთ-ერთ ოპოზიციურ ბლოკად რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების გაერთიანებას ვიხილავთ. ორი პარტია რომ უკვე
გამოცხადდა პრაქტიკულად ურთიერთ მხარდამჭერად თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ეს მოულოდნებას არ იწევს ჩვენში მაგრამ არ გამორიცხავ რომ რაიმე მოულოდნელი ასეთი დუეტი ან ტრიო ჩამოყალიბდეს სხვა კომპონენტებისგან ჩვენი პოლიტიკური სპექტრის 1997 წლიდან დღემდე საქართველოში 229 პარტია დარეგისტრირდა, ხოლო წელს ამ სიას 4 პოლიტიკური ძალა შეუერთდა, მაგრამ მათ წონას და ფასს არჩევნები განსაზღვრავს. ბოლო არჩევნები 5 თვის წინ იყო, მომდევნო კი 2 წელიწადშია. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ამ თემაზე ზურაბ ბიგვავა სოციოლოგი შემოგვიერთდება, ის არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონ ზურაბ, საღამოშვიდობისა. ბატონ ზურაბ, კომენტარში თქვენ ამბობდით, რომ შესაძლოა ხმა ჩამოაკლოსო ნაციონალურ მოძრაობასაც. დღევანდელმა აქციამ გაჩვენა თუ არა, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაზე ორგანიზებული ოპოზიციური პარტია და ასე ადვილი არ იქნება მათთვის ხმების წართმევა. ძალიან საინტერესო მომენტს მიაქცევთ ყურადღება. კი, ორგანიზებული არის და მთელი რესურსი, ორგანიზაციული, ფინანსური ადამიანური, იდეოლოგიური მათ გამოიყენეს დღეს, ეს ნამდვილად ესე იყო. ნაციონალურ მოძრაობამ გააკეთა ყველაფერი, რომ დღეს აქცია ყოფილიყო გრანდი